შვიდობა მოგმადლობთ ღმერთმა ძვირფას საზოგადოება. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ გავაკეთებთ ერთგვარ პარალელებს თეზასა და ანტითეზას შორის, ანუ რა არის მართებული და რა არ არის მართებული, როგორია სათნო ღვთისთვის ცნებები და როგორია მისი ანტიპოდი. და საამისოდ ჩვენ გამოვიყენებთ ორ დროებას. ერთი არის თანამედროვე ახალი ადამიანის დროება და მეორე შუა საუკუნეების პირობითად ასე ვთქვათ ადამიანის მსოფლმხედველობა, ზრახვები, ფიქრები, როგორ მუშაკობდა ის, რისთვის აკეთებდა ყოველივეს. საინტერესოა ეს ყველაფერი, რატომ დაერქვა ესეც ვთქვათ, თუ ტრადიციული ადამიანი, თუ ერთგულია თავისი სარწმუნოების დამხსარებელია და ტრადიციის მატარებელია, რატო უწოდებენ მას ჩამორჩენილს, რატო უწოდებენ ბნელს, შუა საუკუნეების ადამიანს. ეს ყოველივე ჩვენ გვაფიქრებინებს იმაზე, რომ გავაკეთოთ ეს შედარება და დავინახავთ სინამდვილეში რომელია ის, რომელიც უნდა იყოს მიღებული ღვთისთვის და თანამედროვე საზოგადოებისთვის და რა არის კატეგორიულად მიუღებელი. პირველი, რასაც ამახვილებს თანამედროვე ადამიანი ყურადღებას, რომ ეს ეგრეთ წოდებული ახალი ადამიანი, ეს არის მისი ეგოცენტრული სამყარო, საკუთარი მეს თაყვანისება. ჩვენ ამას კაფიოდ ხედავთ ჩვენ ცხოვრებაში, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი თავის თავს ზოგადად, რამდენად დიდი შეფასება აქვს მას თავისი თავის და აქედან გამომდინარე არის ყველაფერი დანარჩენიც, ხო? რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით პირობითად რო ვთქვათ, როგორც ვთქვით, შუა საუკუნოვან ადამიანზე. ანუ დღეს ადამიანი ყოველთვის გაიძახის, რომ ეს უფლებები მაქვს და ეს უნდა გავაკეთო, ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ჩემი ცხოვრების არსი და აი ამ კარიერული სვლისათვის მაგალითად შეუძლია მას გაწიროს კიდეც ოჯახის ცნება, გადაწიოს მეორე მხარეს, ან შეუძლია ესეთი რამეც თქვას, რომ აი მე სულაც არ მევალება ოჯახში პასუხისმგებლობა ეს სულაც არ მაგისრია, რომ ვაკეთო საჭმელი ან ვრეცხო დასაცმელი და ასე შემდეგ. ეს არის დღევანდელი რეალობა, ამაში ჩვენ ცხოვრობთ. ახლა საინტერესოა, როგორ აზროვნებდა შუა საუკუნოვანი ადამიანი და რაც არის ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ყველაზე მისაღები. ის არაფრად მიიჩნევდა საკუთარ მეს, არამედ ყოველთვის აქცენტს აკეთებდა ღმერთზე. მისთვის იერარქიულად მნიშვნელოვანი იყო ღვთისმცნების შესრულება და როგორც კი ამ ცნების მიღმა ის ხედავდა თუ რაიმე ხდებოდა მის თავს, ხისიერად ცდილობდა გამოესწორებინა ის სინანულით აღსარებით და ზოგადად ცხოვრების წესით. ჩვენ შეგვიძლია ამას ესეთი მედიცინური ტერმინი გამოვიყენოთ და უწოდოთ, რომ დეტოქსიკაცია. რას გულისხმობთ ამაში? თუ ადამიანი თანამედროვე, რომელიც მუდმივად ეგოცენტრულად საკუთარ მეზზე აკეთებს აქცენტს, ის ტოქსიკურია სულიერი თვალსაზრისით, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა ხდება გართულებული. ყველაფერი არის მასზე ორიენტირებული და იმის იქით ის ვერ ხედავს და არც სურს რაიმე დაინახოს და ცხადია აქედან გამომდინარე მისი მსოფლმხედველობაც მარტოოდენ საკუთარ მეზზეა აგებული. რას აკეთებს ამ დროს შუა საუკუნოვანი ადამიანი? ის სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ როგორია სხვისი შეხედულება მასზე. მას სულ არ აინტერესებს, როგორც დღეს დიდი ინტერესია იმისადმი, რომ აი ადამიანი ბრბოს აღიარების წინაშე, როგორ რა სიტყვის ჩემზე ადამიანი. ეს სულაც არ ფიქრობდა ძველი ადამიანი, იმიტომ რომ მან კარგად იცოდა, რომ
მთავარი იყო მისთვის ღვთისმცნების შესრულება და ის პასუხისგებლობა, რომელიც დააკისრა მას ღმერთმა და აქედან გამომდინარე სულაც არ აინტერესებდა ვინ რას ილაპარაკებდა მასზე. დღეს კიდე ეს ასე ვთქვათ პიკში აყვანილი და თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის საქმესაც რო იწყებს, ის აუცილებლად იწყებს პიარით საქმეს. ხო, მისთვის თავარი რეკლამაა. შეიძლება საქმე არ გამოვიდეს, მაგრამ ეს რეკლამირება საკუთარი მესი აუცილებლად იქნება, რაც ყოველად მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო ძველ დროში. დღევანდელი ადამიანი შრომობს და ამავე დროს ეძებს აქედან ფიქრობს, რომ საზღაური მიიღოს დიდი და ამავე დროს ის მან შექმნას რაიმე მნიშვნელოვანი. მაგრამ ძველი ადამიანი სულაც არ ფიქრობდა ესე. ის ფიქრობდა, რომ ჩემი საქმე არის ჩემი მორჩილება და თავის საქმეში ის ხედავდა ღვთისმსახურების ერთ-ერთ გამოვლინებას. აქედან გამომდინარე ის პასუხისგებლობით აკეთებდა ამ საქმეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შედევრები სწორედ მაშინ იქმნებოდა, როცა ადამიანი სწორედ აი ასეთნაირად ხედავდა საკუთარ ცხოვრებას და ზოგადად საქმისადმი მიდგომა, როცა გონდა სწორედ ესეთი. ეხლა ავიღოთ სხვა ცნება, მარტოობა, რომელიც დღეს ამ ეგოცენტრულ სამყაროში გახდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ხო? ჩაიკეტა ადამიანი აი ამ თავის ცხოვრებაში, თავის ნაჭუჭში, ასე ვთქვათ, ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ტელეფონის ესეთი გაკერპება, რომელიც დღეს ეპიდემიური სახე, ტოქსიკური სახე მიცა თანამედროვე სამყარომ, ცხადია, ესეც არ იყო მაშინ და საერთოდ გაუგებარი იყო ძველი ადამიანისთვის, საერთოდ რა არის მარტოობა და რატო უნდა იყოს მარტო ადამიანი, როცა მასთან ღმერთია და აქედან გამომდინარე მისთვის მთავარი ამოცანა კლავიდებურად, როგორც გითხარით, რჩებოდა, რომ ღმერთი ყოფილიყო მის ცხოვრებაში და აი ამ სულიერი საზრდოთი ის ბედნიერი იყო თავისი ცხოვრების განმავლობაში. თავმდაბლობა ეს იყო ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა თავიდან ბოლომდე მაშინდელი ადამიანი. ის არ ფიქრობდა კოშკების აშენებაზე, სასახლეების აშენებაზე. ძალიან უბრალო იყო მაშინდელი ადამიანის ცხოვრების წესი. ის ან მიწათმოქმედი იყო, ან მეომარი იყო და მთელ თავის ცხოვრებას აი ასეთ შრომასა და ღვაწლში ატარებდა. და როცა განსაცდელი მოდიოდა, ხო, აი ვთქვათ, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც არის სიკვდილი, ხო? ესეც არ იყო მაშინდელი ადამიანისთვის ისეთი პრობლემა, რომელსაც დღეს როგორც აღიქვამს ადამიანი. ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ისე ტრაგედიად არ აღიქვამდნენ, არა იმიტომ, რომ ეს ტრაგედია არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათი რწმენა იყო დიდი და სულიერი მიდგომა აი ამ განსაცდელისადმიც ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და აქედან გამომდინარე ის უბრალოება და ის უშუალობა, თუნდაც აი ამ მძიმე განსაცდელის დროს, მაუწყებელი იყო იმისა, რომ ძველ ადამიანს ჰქონდა სერიოზული რწმენა, მტკიცე იყო კოლტესავით და ჩვეულებრივ, როგორც გითხარით, ამას ტრაგედიად არ აღიქვამდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად უწევდათ მათ ბრძოლაში წასვლა, ეღუპებოდა შვილები აი ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს მათთვის იყო ის ჯვარი, რომელიც მათ არა ნაკლოვანებას, არამედ მათ ღირსებას უფრო ავლენდა და აქედან გამომდინარე ის ვაჟკაცობა და ის მოწამეობა და ამსარებლობაც სწორედ აი ამ სულისკვეთებით იყო გაჯერებული და გაჟღენთილი. საერთოდ ბედნიერებაზე როცა ვსაუბრობ ჩვენ თანამედროვე ადამიანისა და ძველი ადამიანისა, დავინახავ ჩვენ ერთ უცნაურ გამოვლინებას, რომ თუ თანამედროვე ადამიანისთვის მთავარი დღევანდელი ეკვივალენტი არის სიმდიდრე,
და ფულით ზომავს ის ფაქტობრივად ყველაფერს და ძირითადი ბედნიერების წყარო ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი დოვლათი მოიპოვოს და წინ წაწიოს თავისი ცხოვრება კარიერისტულად და ამისთვის გააკეთოს ყველაფერი თავის ცხოვრებაში და ეს დაისახოს მთავარ მიზნად, სულ სხვანაირი იყო, როგორც გითხარით, შუა საუკუნეოვანი ადამიანი. მისთვის დიადი საქმე იმდენად არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ ამავე დროს მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე თავისი ცხოვრებით იყო ის ადამიანი დიადი. ანუ დიადი იყო დაფარული აი ამ თავმდაბლობაში და უბრალოებაში, რომელიც მაშინდელ ადამიანს ჰქონდა. აქედან იყო ის ვაჟკაცობაც და ის ამხსარებლობაც, როგორც გითხარით, რომლითაც ადამიანი ახერხებდა ოჯახის დაცვას, სახელმწიფოს დაცვას და აქედან იყო ის ოქროს ხანაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც სწორედ აი ამ სულისკვეთებამ მოიტანა. რაც შეეხება შვილების აღზრდას, თუ თვალანდელი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯერ შვილის გაჩენის პრობლემა არის, როგორი დიდი ვიცით ჩვენ და რამდენად უჭირს თანამედროვე ადამიანს შობადობის გამრავლების საკითხის მოგვარება, ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ტრაგედია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დემოგრაფიული თვალსაზრისით და ზოგადად მთელი ქვეყნის და ყველა ოჯახის ფაქტიურად პრობლემად იქცა, იმიტომ რომ ფაქტიურად ერი არ მრავლდება და ცოლ-ქმარი უკვე აღარ უყურებენ აი ამ საკითხს ისე, რომ მათ ჭირდებათ ოჯახის შექმნა და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე გამრავლება და ამაში დაინახონ ბედნიერება, ესე უკვე თითქმის აღარ არის, თუ ჯერ შექმნა გახდა უკვე ოჯახის პრობლემა და შემდეგ უკვე აი ეს შექმნილი ოჯახიდან, რა თქმა უნდა, მერე ძალიან ცოტა თუ ახერხებს და ცდილობს, რომ გაამრავლოს თავისი ოჯახი, ეს უდიდესი პრობლემა და აღზრდაც ესეთი იყო. თავარი ძველი ადამიანისთვის იყო, რომ შვილი გაზრდილიყო ერთგული თავისი ოჯახის, თავისი სამშობლოსი და თავისი სარწმუნოების პირველ ყოვლისა. თანამედროვე ადამიანი როგორ ზრდის თავის შვილს? ის ზრდის როგორც საკუთარ კერპს, რომელსაც უნდა ეთაყვანოს და შემდეგ იმ კერპმა უნდა მოუტანოს მას დოვლათი. გულისხმობთ იმას, რომ ეს დებს რესურსს, თანამედროვე ადამიანი, ვთქვათ, ასწავლის ფეხბურთს, ასწავლის სხვა სპორტის სახეობებს ან კულტურულ სახეობებს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ან კარიერაში, ან პროფესიონალ პროფესიას შესძენს თავის შვილს, იურისტობას თუ ეკონომისტობას და შემდეგ ფიქრობს, რომ აქედან იპოვოს სარგებელი. რა თქმა უნდა, მაგაშიც არაფერი ცუდი არ არის, თუ ადამიანი გაეწაფება და ისწავლის პროფესიას და იქიდან ექნება შემოსავალი, ჩვენ ამაზე კი არ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს არის ცუდი. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ ის მეორე ხარისხოვანი, რაც უნდა იყოს სინამდვილეში და პირველ ხარისხოვანი ის ერთგულება სარწმუნოებისა და ეროვნული ფასეულობებისა, რომელიც ჰქონდა ძველ ადამიანს და ამაში ხედავდა შვილის აღზრდის მთავარ ბედნიერებას, რომ ეს სულიერი საგანძური ქონოდა მას ცხოვრებაში და თუ ეს მთავარი ექნებოდა, მაშინ მას უკვე აღარ ეშინოდა, რომ სხვა რაიმე სირთულეები წააქცევდა მის შვილს. ეს იყო გვაკუთხედი მაშინდელი ძველი შუა საუკუნოვანი ადამიანისა. თანამედროვე ადამიანი ესე არ ფიქრობს. თანამედროვე ფიქრობს, რომ მას უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ ჰქონდეს სათანადო ზურგი, ფინანსური, ასევე გავლენიანი მეგობრები და გავლენიანი ნათლიები, ჩემო ბატონო, ან ვიღაცა ისეთი ადამიანები, ვინც წინ წაწევენ მას ცხოვრების კარიერის სხვადასხვა განვითარების საფეხურებზე, ესე ნელ-ნელა. აი ესეთია თანამედროვე ადამიანის აზროვნება. ნაკლებად ფიქრობს ადამიანი იმაზე, რომ უნდა ატაროს ბავშვი ეკლესიაში, მით უფრო არ ფიქრობს, რომ მისი ცოდვები, რომელიც ამძიმებს ის თავის ცხოვრებას, მივიდეს და ახსარება თქვას და აი ესეთი სინდისის ქეჯნის განცდა გაუჩინოს თავის შვილს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ერთი სიტყვით ჩვენ რასაც ვეძახით შუა საუკუნოვან ადამიანს სინამდვილეში ის არის ნამდვილი ადამიანი, ვისაც ეძახიან ბნელს სინამდვილეში ის არის ყველაზე განათლებული და განათებული თავის ცხოვრებაში, ვისაც ეძახიან წყლიანში მყოფ სინამდვილეში ის არის ყველაზე დიდ ნათელში და ეს ყველაფერი ჩვენ იმიტომ ჩამოვთვალეთ და რაც კიდევ ვერ ჩამოვთვალეთ, ხომ? ყველაფერი საწინდარია იმისი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა ახალი ადამიანების ტიპის მქონე მსოფლმხედველობის პირები, არამედ სწორედ რომ შუა საუკუნოვანები. აი ამ სწორი გაგებით შუა საუკუნოვანი მსოფლმხედველობა, რომელიც არის ქვაკუთხედი წინსვლისა. სწორედ სულიერი წინსვლის საწინდარი არის სულიერი ცხოვრება. და ეგრეთ წოდებული პროგრესი, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ესე ეთაყვანება, სინამდვილეში სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რეგრესია. ჩვენ ვხედავთ ამას ჩვენ თვალწინ, ჩვენ ვხედავთ ამას რეალურად, რომ თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია ელემენტარული ტვირთის ზიდვა, ჯვრის ტვირთვა გახდა მისთვის ტრაგედია. რაც ძველი ადამიანისთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი. ის ამით ცხოვრობდა, ამით ამაყობდა, მისთვის არც იყო ეს სალაპარაკო თემა, რომ მას ჭირდებოდა სამშობლოს დაცვა, ოჯახის დაცვა, სარწმუნოების დაცვა. ეს ჩვეულებრივად ინერგებოდა ადამიანებში თაობიდან თაობაში და ადამიანი იყო რა, რომელიმე ხელობის მასწავლებელი, ხო, შრომობდა თუ მეომარი იყო თუ გლეხი იყო თუ რაიმე პროფესიას ფლობდა, ის თავის საქმეს აკეთებდა მთელი თავისი შემართებით, მთელი გულითა და სულით და გადასცემდა აი ამ სწავლებას თავის შვილებს და ამით იყო ბედნიერი თანამედროვე მაშინდელი ადამიანი. ასევე უნდა ვიყოთ მამდედანო ჩვენც, იმიტომ რომ დღევანდელი რეგრესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში, სწორედ აი ამის საწინდარია, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ქვაკუთხედი თუ არის სწორი, ანუ პირობითად შუა საუკუნოვანი მსოფლმხედველობის და ესეთი მართებულობით წარმოჩენილი, ხომ? ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრება ჩათვალეთ, რომ ფუჭად მის ცხოვრებას არ ჩაუვლია. და თუ პირიქით, მხოლოდ ამ ქვეყნიურზე არის გაკეთებული აქცენტი, მხოლოდ მიწიერზე და ამასოფლურზე არის ადამიანი მიჯაჭვული, ვიცოდეთ უნდა რომ ის რაც თვითონ ითხოვა თავის ცხოვრებაში, რომ მხოლოდ მატერიალური ყოფილიყო მისი საწინდარი და ამაზე აკეთებდა აქცენტს, ამაზე ოცნებობდა დღე-დღე, იმის სიკეთის ვერ წავა. ეს იქნება მისი ის ხვედრი, რომელიც მან თვითონ ითხოვა. ხოლო ვინც ითხოვს სულიერს, მას სულიერი მიეცემა და იქნება ბედნიერი მაშინაც კი, როცა მას არც ექნება ესეთი დოვლათი, არ ექნება ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს თანამედროვე ადამიანი, მაგრამ მისი სიმდიდრე იქნება მისი სულიერი ცხოვრება, მისი შვილების ბედნიერება, როცა ისინი იქნება ესეთი ზნეობრივად, მორალურად ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაში მყოფნი. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი, ღმერთმა მოგცეს ამის ძალა, რომ სწორედ აი ესეთი შედარებითი ცნებებით ჩვენ დავინახოთ რა არის სინამდვილეში დადებითი და რა არის უყარყოფითი, რა არის მაცხოვნებელი და რა არის წამწმენდელი. ღმერთმა შეგვიწყალოს გვაცხოვნოს და დაგვიფაროს. ამინ.